აუ ლუკ, იცი რა ლამაზი კაბა ვნახე ნილოსთვის? ო. 180 ლარი. მიხატავები რა 180 ლარი რა ამბავია? აუ იცი რა ლამაზი იყო. გავიგე, მაგრამ აი კაბა დაუპატარავდება ერთ თვეში და რავი, აზრი მითხარი. просто რა უნდა მუშაობები არიან აზე ხარ? აი, საოცარი ფასები აქვს ბავშვების ტანსაცმელს. ხო, იმიტომ რომ იციან რომ ბავშვისთვის არაფერი დაენანებათო და ადებენ ამხელა ფასებს. დედა ჩემმა ჩუქა ფული და იმით ვუყიდი. აუ, იცი რა ლამაზი იყო. კაი, რავი, თუ ეგრე ძალიან მოგწონს, მოგცემ ფულს უბრალოდ, ცოტა უაზრობა მგონია ხარ. თანხის მიცემა ესეთი პატარა ბავშვი დასაცმელში. აუ, ესეც ხომ უნდა გამოიპრანჭოს, დიდი გოგოა უკვე. რომელზე მოვა რომა? პირველზე. მე 12-ია უკვე. არ გეჩქარება? ხო, რა გავამალე. ამეთ დედა ჩემთან გავა. მე ხვეწება გამომიყვანე ბავშვია. გადი თქვენ მე გაგიყვანდით, მე ჩქარება просто. ტაქსით გავალ, რა პრობლემა? ნიკოლა. დიახ. ესეცო. ანი ვარ? დიახ, რა თქმა უნდა. და სურვილიც მაქვს, რა თქმა უნდა. კი ბატონო. მოვალ. მადლობა. ლუკ, თეატრიდან დამირეკეს. თეატრიდან? და რა მინდაო? ახალ სპექტაკლს თქვამთ და თუ სურვილი გაქვს, მოდიო. გვაქვს. სურვილი გვაქვს. მიუზიკლია და ალბათ მე იმიტომ დამირეკეს. აი მე გადავები რა თეატრიანი. ხო იცი რომ მთელი ცხოვრება ამ მსახიობობაზე ვოცნებობ. ხო, მაგრამ ბავშვი? ძიძა ავიყვანოთ. ძიძა და გააგიჟე ხა ნინო. და ნინოს არაზროს არ ცალია რომ დავუტოვოდა. მაშინ ჩემდაც დავუტოვოთ. ჰაი! შემაშინე. რა ჯანდაბამ შეგაშინე? არ გელოდებოდი. გოგო. სახლიდან შენ არ გამოდიხარ და საცვრი ამდენს მე რსურო რეცხავ და რეცხავ. რა ვიცი. დაშვები. რას ვიზამ? მოძრაობ. ჩემ შემუშავებულ გეგმებს ვაანალიზებ, მერე ისევ ვფიქრობ, ასე ვფიქრობ და გამოგდის მერე რამე? რა თქმა უნდა, შენსავით ყურჩამოვარდნილი კი არა როგორ არის ეგა? შენსავით ყურჩამოყრილი კი არ ვარ. დეპრესია მტანჯავს. შემოდი. ყავა ხო არ გინდა? არა. ესე ერთის მხრივ კარგია. თოგზე სარეცხროფენ და ყელზე რო არა გაქვს შემოხვეული. ხო. რა ხო, გოგო? ანგელოზივით გოგო ხარ. ანგელოზივით. ახლა კვირტებს უნდა შლიდე და პოზიტივს ისხამდე. შენ კიდე რა საკეთებ? ჩაიხედე სარკეში რას გავხარ. ან ჩვენ დაგვინდე, ან საკუთარი თავი დაინდე, ან რა უბედურება ეს ყურების ჩამოყრა და დეპრესია რა იყო? ადვილია ხო სხვისთვის რჩევის მიცემა? მოკვდები ადამიანო. ხო და დავისვენებ. ხალხი მალდივებზე ისვენებს და შენ რატო მიდიხარ მიწაში? რა გინდა რომ ამ დილიდან ტყის რატო მიბურღავ? რატო გიბურღავ და მინდა რომ გამოკეთდე. ხო და არ გამოგდის. გოგო,
ხალხი ოცნებობს ეგეთ განქორწინებაზე. ადგა ეხლა ის კაცი და თავისი ფეხით წავიდა. ხო? ამაზე უკეთესი რა გინდა? ისე სანდრო რაშვება ხო არ აბრაზებს დედაშენს. ხოთა შორის არა ჭკვიანად არის. და ის დონდლო პანდა ეხმაურება? ხანდახან. მომისმინე ახლა. ძალიან კარგი იდეა მაქვს. ყურადღება მოიკრიფე და არ შემაწყვეტინო. კარგი? გისმენ. მოკლედ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, გენიალური იდეა მომივიდა. რა იდეა? ახე? ბიზნეს ვიწყებ. რა ბიზნესი? ხო გითხარი არ შემაწყვეტინო მეთქი. ძალიან ბევრი ვიფიქრე, გენიალური იდეა მომივიდა და ვიცი როგორ ვიშოვ ფული. როგორ? და გადუმებს გამჩენი ბოლო-ბოლო თუ არა, ხო გითხარი არ შემაწყვეტინო. შევედი მე ამას გვერდზე. ნახე შემოთავაზება. მერე დავურეკე ლუკას, ხო ვიცი იქ მუშაობს. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა დრაივს ხსნი. მაგარია. უკვე გადაწყვეტილია. შენგან ბიზნესის ქალღმერთი უნდა შევქმნა. ჩემგან? ო რა იყო? არა, მე არ შემიძლია. რატომ? რატო? ამ ბიზნესებმა და გოგიტას იდეებმა დამინგრია ცხოვრება. ანუ ეხლა არ მითხრა რომ გოგიტას მადარებ. ეხვეწები რა. ლუკა გველოდება, წავიდეთ, უნდა ველაპარაკოთ. ხო. ვერ წამოვა. რას ვერ წამოხვალ? ძალიან კარგად წამოხვალ. იქნება რა ხდება, იქნება რაზე მივდივართ, იქნება მოგწონს, ან იქნება არ მოგწონს ხომ და შევაფასოთ ყველაფერი. სოფია. ძალიან მინდა რაღაცის გაკეთება. ამ საქმეში ვარ მარტო. შენზე უკეთეს პარტნიორს ვერ ვინატრებ. გესმის? ამიტომ აი ცოტა მაინც თუ გეყვარვარ. პლიზ. წამომყევი. გთხოვ. მადლობა. ვა, როგორ ხარ? ავი. უდანე. აი გაზმაურა. აი ეს როდეპი უნდა იყო. ეხავს რა. მეც მაგრა მითხდება, მაგრამ ნერვებს შველისურს. აი დალევა რომ ნერვებს შველოდეს. ხოიცი რომ ეგ არ გიშველისა რა. არიცი რა, რა რთულია როცა მართალი ხარ და მაინც შენ გენძრევა. არ ყოფილ ჩემ სიტუაციაში. უარესებში ყოფილი ვარ ახლა. მაგრამ აი მაგითი საქმეს ვერ უშველი და სულ ეგრე იქნები ძმაო, თუ რაღაცა არ ქენი რა. ტიპა იმენა დედამიტირა და ანდრეევიჩია რა. ო, ნაბოზარი კაცი. აუ, კარგი ძმაო, კარგი რა, ძმობა, მაგრამ ყველაფერს ხოიცი არა თავის წესები და საზღვარია. ჩემთან ეგეთებს ნუ. იგა მომისმინე ტიპმა სამსახური დამაკარგინა, ოჯახი დამაკარგინა. აი ყველაფერი რაც მიყვარდა ანდრეევიჩის გამო დავკარგე და ეხლა მე რაც მეუბნები რომ მუხლებზე დავდგე და მაგ ტიპისთვის ვილოცო თუ რა გავაკეთო მითხარ. მე შენ არაფერს არ გეუბნები ძმაო. მაგრამ მე ლანძღვა გინემით რომ ვერაფერს იზამ, ხო იცია რა. დამინჯერე რა, რასაც გეუბნები. აი ეს აი აუ დედას ვიცავარ, მაგრამ მითხდება რა. აუ კაი რა, თავს მიხედე რა. მადლობა. რთვენია ძმაო რა, მადლობა. წავედი ვაფშე. იგა.
შეგიძლია რო ჩემში შემოხედრო. ეი რა თქმა უნდა. ოღონ ესე რა. ყოიცი რა ხშირად ვერ ვახერხებ, მაგრამ რაღაცას ვიზავთ რა. მადლობა. მადლობა არცხვენია. კარგი რა. არა, ვიცი რომ მარტივი არ იქნება, მაგიტო ძალიან დიდი მადლობა რა. არც რთული არაფერი არ არის ძმაო, არც ისია საქმე შეგონია რა. შენ ძმაო, ზედმეტად დარწმუნებული ხარ მაგ ანდრეევიჩის კაიკაცობაში. ეს მეუბნეო და შვილი ვით მიყვარხარო, მაგრამ შვილებს ეგრე არ იქცევიან რა. ერთი რაღაც მინდა გთხოვ. აი ეს ფრთხილად იყავი რა. შენ არ ინერვიულობ ძმაო მაგაზე. რაღაცას ვიზავთ. აი მიდი. მადლობა. მოგლეთ ჩვენ საწარმოებს მიადგენენ რა. ყველგან არიან შესულები. რაღაც თუ არ ვქნით ძალიან ცუდად წაგვივასახთ. მადლობა. და ვინქნა ეგ? საიდან გამოვიდნენ ჩვენზე? გახსოვთ ადრეც გეუბნებოდით იმ ჩადუნელზე რა. არ მომწონს ეგ კაცი და მოგვიტრიალდება მეთქი და აჰა. დარწმუნებული ხარ? ანდრეევიჩი. ყველაფერი გავარკვი. ყველა პრობლემა ჩადუნელისგან მოდის. ჩვენება აქვს მიცემული. ზოგადად ასე არა. კაც თუ ერთხელ მაინც ანდობ შენ საქმეს, ხო მე ან სულ შენ გვერდით უნდა ყავდეს, ან წასვლის საშუალება არ უნდა მისცე. თორე ბოლოს ასე მთავრდება ხოლმე რა. როგორ მოვიქცეთ? ისე რომ ჩადუნელის საქმე სამაგალითო გახდეს ყველასთვის. უნდა დაისაჯოს. სხვაგვარად აზრი არ აქვს მაგასთან ლაპარაკს. უარეს შედეგს მოგვიტანს. როგორ ხარ ანდრეევიჩ? ვა. ელექტროდებზე გადახვედი? გაგდოეჩვენ რა. დაჯექი. ახლა ყოველ დღე უარესი და უარესი ამბები მოდის. ეს რა მოხდა? ქარხნებსაც მოადგნენ. ცოტა ხან შეგეც თუ გაგვიჩერეს, მე უკვე აქ მოვლენ. მოკლედ ჩადუნელი უნდა გავაჩეროთ. დანარჩენი მე ვიცი. ჩადუნელი? ჩადუნელი. ანდრეევიჩ მაგის გაჩერებას რა უნდა? დავალ და დავალაპარაკები. არა, საუბარს აზრი არ აქვს. ხობა რა უყო ანდრეევიჩ, ცემო? მე მგონი ცემაც დაგვიანებულია. თუ მოიშორო. რასა ანდრეევიჩ? სხვანაირად შეიძლება მაგ პრობლემის მოგვარება. ჯერ საერთოდ გავარკვიოთ რა ხდება რა. გარკვეულია უკვე. ანდრეევიჩ ვეღარ გცნობ რა. მე შეგიცნობ როგორ წინ დახედულ ადამიანს. ჯერ სხვანაირად ვცდი რა. ხო იცი რომ ბევრი პრობლემა სიტყვითაც მომიგوارებია რა. თან შენგან ვიცი რომ მტერი ახლოში უნდა გყავდეს. ოღონდ ცოცხალი რა. თორე მისი მოყვლით
კიდე ბევრ ცოცხალს გადაიმტერებ ანდრეევიჩი. გეგა გააკეთე, რასაც გეუბნები. დადო, წავედი მე. სად მიდიხარ? Тато, меня пригласили в ресторан на ужин. მე არ უნდა ვიცნობდე, ვინ ყვარობს ჩემს ულამაზეს გოგოს? Ну, конечно же, познакомлю. დრო არის, მე დრო არის, უკვე უთხარი, მამაჩემს უნდა შენი გაცნობა თქო. უთხარი, გაიცანი სანამ კარხასიაძეა თქო. თორე თუ გაგიჟდა ბიჭიკო, მე წერს დაავს თქო უთხარი. Шо? გაგიჟდება თქო უთხარი, გაგიჟდება თქო. Передам. Все передам. კარგი ბიჭია მართლა? ძალიან კარგი ბიჭია. ო, მე რას უცდით, კაცო, 20 წლის ბავშვი ხო არა ხარ, რომ ასე ჩუმჩუმად მიდი ხარ. უთხარი მოვიდეს და გამეცნოს როგორც ქართველი კაცის წესია. Тато, я тебе дуже кохаю. Мій квархар. მეც მეყვარ, მეც. Წავედი. აი მე ამის დევნა მაკლა ახლა მე. რა ყველა გიждდება ჩემს ხელში. აი რა ნინო დეი და აქ ხვენია. ეგეთი რაღაცები რო დაგჭირდება, ეგრევე მე მომზადე რა. აი რატო უნდა შეგაწუხო? აი რა სიძახი, რა შეწუხება. ეხლა დედა ჩემს რო დაჭირდეს გაყოლა და მე არ მეცალოს, უკა არ უნდა გაყვეს. ჩვენში ეგეთები არ მოსულა. გამარჯობა. დახმარება ხარ გინდათ? ვა. მე ლაშა მქვია. უკაცრავად საერცხი მანქანები საით არის? მობრძანდით. ხო, საერცხი მანქანები და ქეთა. ქეთა საით არის? დავუძახებ. აი რად მინდა ქეთა დაგვეხმარებოდა ეს გოგო. აი რა ნინო დეი და რა საერცხი მანქანაა, ის ხო არ არის რა. ან დაუძახოს მოვიდეს, ეხლა რაში უნდა გამოგარგეს ავა სხვა რამეში, რძლის ნათესავიდაო. ისე შენი მანქანა არ გაკეთდებოდა? ორჯერ გავაკეთებინე უკვე და რამდენჯერ გავაკეთო. 10 წელია მუშაობს, გაუვიდავა და. ძალიან. გამარჯობა. გამარჯობა. კარგად შენ? მადლობა მეც. როგორ ხარ? ეხლა კარგად. აი ნინო დეიდას გამოვყევი. როგორც კი გავიგე საერცხის მანქანის ყიდვა უნდა და ეგრევე შენ გამახსენდი. მეთქი ქეთა დაგვეხმარება თქო. ანი როგორ არის? რა ვიცი, სახლშია უნდა და გამოყოლო, მაგრამ ბავშვთან ერთად აღარ წამოვიყვანე. გაიარე, ნახე შენი დაქალი. ბავშვი არ მოგენათ რა? ნინო დეიდა გაყევი რა, დაგათვალიერებინებს. თუმცა, უკაცრავად არჩიეთ, ნახე რამდენი რაღაცა, ეხა ესეთ ელემენტარულზე ქეთას ხო არ შევაწუხებდო? არ წუხდება. აი, რა საერცხი მანქანაა რა, ეცხავს და წურავს. 7 კაცი რა დუნდა? არ მოგენათ რე? არა. ბაზარი არა. მოკლედ, მე მაქვს მიწა. თქვენ საკუთრებაშია? ნუ არა, ჩემი ახლობლის რა მნიშვნელობა აქვს? ხო, მოკლედ, ჩვენ შეგვიძლია ხელშეკრულება გავაფორმოთ და თუ თანხა ამ ეტაპზე არ გაქვთ, ჩვენი ხარჯებით ჩავდგავთ კონტეინერს, საშეღავათო პერიოდი გექნებათ და ამ თანხას ეტაპობრივად დაფარავთ. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ მოვიფიქრებთ და აუცილებლად შეგეხმიანებით, ხო? მე მგონი ყველაფერი მოვიფიქრეთ, უკვე გადავწყვიტე კიდეც, ერთადერთი რაც მაინტერესებს ის არის, როდის ჩავიჯიბავ ფულებს. რომა? რა? 6 თვით ადრე ხო უნდა გავწერო გეგმა? არა, მომისმინე, ეგრე წინასწარ ვერავინ ვერაფერს ვერ გეტყვის. მაგრამ რო იცოდე, ისე კარგად მუშაობს.
ძალიან კარგია, აი რომ მოხვალ ჩემთან დრაივზე და რომ დაგალევინებ უფასოდ ყავას. ახლავე მოვალ. კი, მიდი. ეხა ეს მეც ჩვენება თუ გეჟუჟუნება აქ. გინდა ჩემ მეგობარ ანის უთხრა და ითრიოს თმებით. რომა. რა, სადაც შევიდა ყველგან ცოლი მოიყვანა, რა ჭკუა დაუშლის თუ რა? ბიჭო, თანამშრომელია, შენ ხوار გაგიჟდი. მე არა. შენ ცუნცუ? მეძახი ამ ცუნცულს და რაღაცეებს იცოდე რა. კარგი კოჭო. გოგოები როგორ არიან? კარგად არიან. რამდენი ხანია ანი არ მინახავს? ხო და უნდა შემოგვიარო უეჭველი რა. კაი? კი, ძალიან მომენატრა თან ჩემი პატარა პრინცესა ერთი სული მაქვს, რომ ჯიშ ჩაუჭუჭკნი. გადაიკითხეთ. მადლობა. უი, დედა ჩემო შემეწიე. რა ხდება? ერთი წუთი დამაცად. და მან ნახე ეგერთი ვარიანტია. ხო. რა ვეცდები რომ 2-3 ვარიანტი მაინც მეილზე რომ გამოგიგზავნო PDF-ის სახით და მე გექნება და გექნება რა, როცა უფრო ცლად არის და არ გარდავიცვალო ეხლა. ჩამოხვედი? ხო. მე რესტორნებიდან უნდა ვიგებდე გოგო ამას. დაგერეკა მაინც. აი ამ წამს გავსთორე. ამას უთქე რა ცოტა რა. მომემზადები და მე რა თქმა უნდა გნახავთ ყველას, იმიტომ რომ ძალიან მენატრებით. მეც. იცი რა, ეხლა რაღაც პატარა საქმეზე ვარ და მე დაგირეკავ. კაი, გოგოებსაც მივწერ მაშინ, კარგი? მიწერე, ციცქნა მიწერე. ოკეი. მიწერე. ვაჩვენე და მე იდან გადავალ რა. გეხვეწების სირცხვილია. ვისთან არის სირცხვილი? შენთან ამასთან თუ თვალებს რო უჟუჟუნებს იმასთან? რომას მოგცემ მე შენ. ბოდიში რა. საერთოდ როგორ ავიბედი და რას ვამბობდი? მერტო შენ დამამშვიდე. ჩახედე რა ამას. ეს გავიარო ჯობი. აქ არის ეს ხარჯწერი. ხო. ეს არის თლიანი კონტეინერი. ეს ყველა კონტეინერის, ხო? ხო. ყველს რამდენად მაინც ცალ-ცალკეც რო გამოვყოთ, რა. სახლში ხარ? კი, მაგრამ მეჩქარება რა. საუბარი მინდოდა. ახლა არ მცალია რა, მეჩქარება. ვერ გადადებ ცოტა ხნით. ვერა, ვერც ის წამით. იდა. უნდა შევეშვა მაგას და შენ ცხოვრებას მიხედო. პატარა აღარ ხარ. ოხედავ არაფერი გაგაჩნია საკუთარ. აი მაგ კაცმა შვილივით გამზარდა რა. და შე რო გადაკარგული იყავი. აი კაცი ზრუნავდა ჩემზე. და პატივი ეცი. და ისე ანდრეევიჩზე ცუდის თქმის უფლებას არავის არ მივცემ. კი ბატონო. კი ბატონო, ნუ მისცემ. უბრალოდ არ მინდა ის გამოიარო, რაც მე გამოვიარე. აი ზუსტად ვიცი ბოლოს რა იქნება. ზუსტად ვიცი გეგა. ეგა ახლა მაგას ძალიან ცუდი პერიოდი აქვს. მე კარგად ვიცი ეგეთ ხალხი რაზეა წამსვლელი. ჯორას დროგავა უფრო გაგიჭირდება, რო შეეშვა მაგ შენს ანდრეევიჩს. ამიჯერე რა. კარგი რა. არ მცალია ეხა რა, უნდა წავიდე. ფრთხილად იყავი. თუ რაიმე დაგჭირდება, ჩემი იმედი გქონდეს. მადლობა, მაგრამ რაღაც არ ამგონია რომ რამე დამჭირდეს.
Ля, мамико. Ля туалидине, мамико, მითხარი. ჰა? მოიცადე რა დროს დაძინება, უნდა ვაჭამოჯე. მაშინ მალე რა გეხვეტები? დედამისი სადა? დედამისი ალი გოგოებთან სალი ჩამოვიდა და იქა. ხო და თუ დაიტოვე ნუღა წუწუნებ რა. შენ გეუბნები რამეს თუ? საერთოდ მამიდა რო ხარ ერთხელ შენ რომ მოუარო ბავშვს არ შეიძლება? მამიდას ბავშვის მოვლაროს დამოდა, გათხოვდებოდა და ეყოლებოდა. ხო, შენ ერთი ნახვით შეგიყვარებს ვინმე თორე მეორეზე არ ამგონია. ნახე მამიკო, ნახელო მოგდუ. აღარ გაცხელდა ეს საჭმელი, ჰა? დადგმულია დედა, მოითფინე ცოტა ხანს. ჩაურთე მანამდე რამე. აი მე არ აყურებინებს დედამისი არაფერს. შენ მე მგონი ჩამოგიწერეს ბავშვის მოვლის წესები და გადახედე ხოლმე გთხოვ რა. ელე რა გინდა? ჰა? რა მინდა, რა ვთქვი ეხა არასწორი. ერთხელ ჩაურთე ტელეფონში რაღაც და ერთი კვირა დადიოდა შენი ცოლი გაბუსული. შენ უიცი ხოლმე ზოგადად რაღაცეების ისა რა? გამძაფრება. და ხო ხედავ ესმის ბავშვს და ნულაპარაკო ბეგეთებს. მე ბავშვს თუ ესმის ამ ხელაკაც რატო არ გესმის არაფერი? შენ დედიკო და მამიკოს არ დაემსგავსა ხო? მამიდას გოგო უნდა იყო. ხო შენ ჯემოსიც. მე გვაგვაკლიო. Моти пипа, მოგვიტანო ბიბუ. пипа, моти пипа. მიხობებასთან. Моти. აბა როგორ ვერთობით მეგობრებო? რესტორანი გასტროჰოლი ზრუნავს თქვენ საუკეთესო განწყობაზე და ვაგრძელებთ დღევანდელ საღამოს. ხალხო ამდენი ბოლოს როდის ვიცეკვე არ მახსოვს. არც მე და ძალიან მიხარია რომ ჩამოხვედი. აუ მეც ხალხო იცით როგორ მენატრებოდით? აი ძალიან. თან საბუთები ვერ გავაკეთე, ყველაფერი ძალიან იწელებოდა. აქ ძალიან მაგარი შემოთავაზებები მაქვს და მოკლედ რჩები რა. იცი როგორი გავაფასებული ხარ? მართლა? საოცრად. გონია რომ წლები უფრო მოგაკლდა. ხდება რომ საოცრად. და რა კარგია იმ მანიაკს რომ მოშორდა? შვება დაეთქო სახეზე რა. ვინ მანიაკს? რა ერქვა? გუგა, გეგა, გუგა. სიკვდილი მაგას. უი, შენი ძმა რა შვება? რავი, გერმანიაშია ისევ. ხალხო, იცით რა მოხდა? ხო. თეატრიდან დამიდეკეს და სპექტაკლში მთავარი როლი შემოთავაზეს. ვაუ! აი, ღმერთო, რა მაგარია, როგორც იქნა ოცნება აგისრულდა. მაგრამ ლუკას არ გაუხარდა. საერთოდ როგორ შემოხდა. და იმედია მაგის გამო უარი არ თქვა, ხო? არა, გოგო რა უარი, უბრალოდ ჯერ უნდა მივიდე და გავარკვიო რა ხდება. არა, ბავშვს არა უქნა. დედამთილი არ დაიტოვებს? არა, ვერა, დრო არ აქვს. ხან დედა ჩემს ხანცალია, ხან არა და მოკლედ. აუ რა კარგია თეატრში თამაში რა წამიყვანე რა გაბეთხლიშები სცენაზე დიდი სიამოვნებით რა ძალიან მინდა ერთი გამაგებინე რამდენ რამეს ასწრებს შენ რა მოსწრება უნდა გოგო თეატრში თამაშს არ გაგიგია დიდი ბიზნესმენი დიდი მსახიობია ოუ ეს ის ვინ არის? ამასთან მუშაობდი კლინიკაში. უი, გამახსენდა. ამან არა მომაძრო სიბრძნის კბილი? ეს ვინ არის, მამამისია? ჩაუწე ამ მუსიკას. შევწუხდი, ნო. და ისა, ვინო მოიტანე?
შენ იცი რომ კი ბატონო. აბა რა ხდებოდა დღეს? ძალიან ბევრი საქმე მქონდა. Хочу сказать, что мы получили эту аппаратуру. Да. Все счастливы, все довольны. И столько было дел. Я еле успела забежать домой и переодеться. И главное, Тато хочет познакомиться с тобой. ძალიან კარგია, მაგრამ დრო არ მაქვს, რა ვქნა. У тебя никогда нет времени. რა ვქნა, ესეთი ცხოვრება და უკაცრავად. გისმენთ? რატომ დაუწიეთ მუსიკას? ხო ის. ამან? დიახ. მაგას მოусმობ ახლა დარჩენილ სიცოცხლეს მე. არა დამჯერეთ ვერ მოვსმოთ. კაი, დამშვიდე. თქვენი ხარით. თქვენ თავისუფალი ხარ. А что у тебя нового? ყველაფერი კარგად არის. იდეალურად. გააღე დროზე. დიდი დაძარი. დროზე.